60 დაფინანსებული საწარმო, 1600-მდე მონაწილე, 219 დასაქმებული ადამიანი. ლიბერტის სტრატეგიული პარტნიორობით და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით პროექტი ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის RDUI-E, რომელიც 3 წლის მანძილზე მიმდინარეობდა დასრულდა. საქართველოში მერსი კორპუსის წარმომადგენლობა პროექტს ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის 46 თვის მანძილზე ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით ახორციელებდა და პროექტის სტრატეგიული პარტნიორი ლიბერტი ბანკი და მხარდამჭერი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი გახდა. ამ პროექტის მიმდინარეობის ამბებს საქმიანად ამ 3 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მიუბრუნდით, ჩვენ არ დაგვიმალავს გამორჩეული სიმპათია პროექტის დიზაინის, მიზნის და რაც თავარი აღსრულების მიმართულებით. დღეს ჩვენ ვაჯამებთ აი ამ 3 წლის მუშაობის შედეგებს სტუმრებთან ერთად, რისთვისაც სტუდიაში დილიდან თხოვე მობრძანება თამარ ზაქარიაძეს, საქმიანი საზოგადოება იცნობს ლიბერტის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელს და ჩვენთან ერთად არის გიგა სარუხანიშვილი, გიგა პროექტის ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის დირექტორია. დილამშვიდობისა და მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა. გიგა, როგორ დაიწყო ეს პროექტი? ცოტა უკან გადავახვიოთ და რეალურად ის შედეგები, რაც რამდენიმე დღეა ბრიფის სახით ტრიალებს მედიაში და ჩვენც მივიღეთ, ვიდრე სპეციალური პრეზენტაციაც და ანონს და სადაც ეს ანგარიში იქნა წარდგენილი, რაც ასევე BMG-ს მაყურებელმა იხილა. და რამდენად მიაღწია ამ პროექტმა ყველა იმ მიზანს, რაც მის მესვეურებს თავიდანვე ჰქონდათ ჩადებული და თქვენ როგორც პროექტის მთავარ აღმასრულებელს. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ცოტა უკან რო წავიდეთ, ვიტყვი პირველ რიგში, რომ ახალგაზრდობის მიმართულება მერსი კორპუსისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და შესაბამისად რამოდენიმე წელია ჩვენ უკვე მუშაობთ ახალგაზრდების სამეწარმეო კულტურის განვითარებაზე საქართველოში და ზუსტად ამ 3 წლის 46 თვის წინ მივიღეთ დაფინანსება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისგან, რათა უკვე მიზანმიმართულად გაგვევითარებინა ახალგაზრდული მეწარმეობა საქართველოს 4 რეგიონში, 18 მუნიციპალიტეტში. პროექტი საკმაოდ ამბიციური იყო თავიდანვე, თუმცა იყო გარკვეული რაღაც შიშები იმისა, რომ სასოფლო მუნიციპალიტეტებში ძალიან რთულია იმ პოტენციალის პოვნა, რასაც ახალგაზრდული მეწარმეობა ქვია. ძალიან რთულია იმ კუთ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი გამოწვევებია რეალურად ადგილზე. პირველი, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ეს არის სამეწარმეო უნარჩვენების ნაკლებობა ახალგაზრდებს შორის. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ფაქტურად შეზღუდული წვდომა ფინანსებზე. მესამე, რაც ხაზგასასმელია, არის ის ქონება, რაც აქტივები, რაც აუცილებელია ბიზნესის წარმოებისთვის. ეხლა ცოტა ისეთ ჭრილში გადავდივართ, რომ ყველაფერი რთულია, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ არც ეგრე რთულია, იმიტომ რომ ადგილზე არის ძალიან დიდი პოტენციალი ამ ახალგაზრდებს. და რა მივიღეთ? იმაზე დიდი პოტენციალი, ვიდრე ველოდით. ცოტა რაც შეშინებულებიც კი ვიყავით, გამოვა, არ გამოვა, როგორ იმუშავებს, ეხლა ამდენი საწარმო ვალდებულება გვაქვს დავაფინანსოთ. უნდა ითქვას, რომ ცოტა მეტი ბიუჯეტი რო გქონოდა, კიდე უფრო მეც დავაფინანსებდით. უფრო მაგრებს მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბენეფიციარები ყავს, ძალიან მაგარი 60 საწარმოს ხელშეწყობა მოვახერხეთ. აქვე უნდა ვთქვა, რომ 60 საწარმოდან 24 სტარტაპია და სტარტაპების დაფინანსება სოფლად კიდე ცალკე გამოწვევებია, უფრო მეტი სირთულეებია, მაგრამ მივიღეთ საოცარი შედეგები და ახლა პროექტი ფაქტიურად დავასრულეთ, მაგრამ 60-ვე საწარმო ფუნქციონირებს, 60-ვე საწარმო წარმატებით მუშაობს და აი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ესენი რა აგრძელებენ მუშაობას. ეს არ არის ის საწარმოები, რომლებიც დაფინანსდა, იმიტომ რომ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული იყო. ეს არის ზუსტად ის საწარმოები, რომლებიც ნამდვილად იმუშავებენ, გაფართოვდებიან და უფრო მეტ ახალგაზრდას დაასაქმებენ. პროექტმა აღწერა 1600 მონაწილე, მოდი რომ არ შემეშალოს. თქვენს მიერ ხსენებული 60 დაფინანსებული პროექტის და საწარმოს გარდა და საუბარია 200-ზე მეტ საქმეში ჩართულ 219 ახალ დასაქმებულზე, რომელიც აი ამ საწარმოებში მოიხსნა, ვიღაცამ დაემატა, ვიღაცამ სულ ნულიდან დაიწყო მუშაობა. სწორად გავიგე, ხო? კი ბატონო. თავიდან პროექტის დიზაინიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენი ორგანიზაციისთვის არის ის, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა. ყველა
პროექტში იმ ახალგაზრდას, რომელიც ასაკობრივ ჯგუფში კატეგორიაში გადიოდა, ეს იყო 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდები და ძალიან დიდი ძალისხმევა იყო, რომ ყველა სოფელში შეგვეტანა ინფორმაცია ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. თავიდან ჩაერთო 1600-მდე ახალგაზრდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ნელ-ნელა მოხდა მათი ფილტრაცია იმისთვის, რომ შეგვერჩია საუკეთესო საწარმოები. თუმცა წეღან ვახსენე, რომ ძალიან ბევრი გამოწვევაა და შესაბამისად ეს უნარჩვევები ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ეს ახალგაზრდები თავისითაც კი ნელ-ნელა ჩამოგვეცალნენ გზაზე ამ შერჩევის პროცესში, იმიტომ რომ ნახეს, რომ რა თქმა უნდა, ისინი ამას ვერ მიაღწევდნენ, ისინი ამას ვერ შეძლებდნენ. ყოველს თავის შესაძლებლობები. საბოლოო ჯამში 127 ბიზნეს გეგმა მივიღეთ განსახილველად და აქედან შევარჩიეთ უკვე 60 საწარმო. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გარდა პირუშუალო დაფინანსების ამ ახალგაზრდა საწარმოების იყო ის, რომ პროექტმა ძალიან დიდი თანხებით, რესურსი ჩადო მათი ამ უნარების გასაძლებლად. უამრავი ტრენინგი ჩატარდა და 2 დღიანი საწყისი ტრენინგი, შემდეგ 7 დღიანი ბიზნეს ტრენინგი. ამას უკვე დაფინანსების შემდეგ მოყვა გარემოს დაცვითი ტრენინგები, ელექტრონული კომერცია, რაც ჩამოხლავდა ძალიან შორს წაგვიყვანს. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ პარტნიორების გარეშე არ იქნებოდა. ვიდრე მათთან გადავინაცვლებ შესაბამისი კითხვით, შეგიძლიათ თუ არა დამიდასტუროთ, რომ ის პოტენციალი, რისი ბუნებრივი ფობია გვაქვს ყველა რეგიონალურ პროექტთან დაკავშირებით, თქვენ გამონაკლისი ვერ იქნებოდით, იმანაჩვენა გაცილებით მეტი შესაძლებლობები, ვიდრე ველოდით. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სასწაული მიგრაციაა სოფლებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებისგან ფაქტიურად იცლება მით უმეტეს მაღალმთიანი რეგიონები, საოცარი იდეებით მოვიდნენ ეს ახალგაზრდები და ეს არ იყო ძირითადად ყველა სადღაც გონია, რომ რახან საუბრობთ სასოფლო მუნიციპალიტეტებზე, აუცილებლად უნდა დაფინანსდეს სასოფლის მეურნეობა, რაღაცის პირველადი წარმოება და ასე შემდეგ. ალბათ ჩამოთვლაც კი გამიჭირდება ყველა მიმართულების, რაც დავაფინანსეთ, იმიტომ რომ არის სრულიად საოცარი ფართო სპექტრი. დაწყებული რა გითხრათ, პარიკების წარმოებიდან, აქეთ ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება, აქეთ ხის ეკომეგობრული საათების, სათვალეების საწარმო, იქეთ საგანმანათლებლო ცენტრები, ძალიან ბევრია. კარგი, ვინაცვლებთ თამარ ზაქარიაძესთან და ლიბერთის ჩართულობას მოვიკითხავთ ამ პროექტში, მით უმეტეს საქმიანმა საზოგადოებამ იცის, თუ როგორ აქცენტირებს ლიბერთი ამ მიმართულების პარლებში ზოგადად განათლებაზე, თუმცა მათთვისაც კი ეს პროექტი გამორჩეული იყო. დილამშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. როგორც კი გამაღნიშნა, ჩვენ პირველივე დღიდან ჩავერთეთ ამ პროექტში და იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იმიტომ რომ ფაქტიურად პარტნიორობიდან გადავიქეცით რაღაცა მეგობრებად ჩამოვყალიბდით და ფიქრობ, რომ ჩვენ როდესაც კონკრეტულ პროექტს ვირჩევთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადობა, რომ ეს პროექტი არ იყოს ერთჯერადი და თუმცა საკომუნიკაციო ეფექტი ყოველთვის ბევრად უფრო კარგი არის ბრენდებისთვის, როდესაც ერთჯერადი პროექტებს ფინანსებენ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის გრძელვადიანი შედეგი, რაც დადგებოდა ამ 3 წლის შემდეგ. იმედი გქონდა, რომ იქნებოდა ძალიან წარმატებული და ვიფიქრეთ, რომ რახან განათლება იყო ჩვენი ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ეს ადამიანები დაგვესაფორთებინა, ესე ვთქვათ, სწორედ განათლების კუთხით და იგი რასაც ახსენებს 1500 ადამიანი ბენეფიციარი, რომელიც ჩაერთო ამ პროექტში, ყველა ეტაპზე ჩვენ მათთვის შევქმნით სპეციალური ფინანსური წიგნიერების სასწავლო მოდული და ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო და საჭირო იყო ეს ყველაფერი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ გრანტებისთვის, როდესაც გრანტს წარადგენ, გჭირდება 20%-იანი დაფინანსება და აქაც ჩვენ შევთავაზებთ მათ დაბალ საპროცენტო განაკვეთში სესხები გქონდა და კიდევ რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ღირებული იყო მათთვის პირადი კონსულტაციები ჩვენს ბანკირებთან, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში დღესაც ჩართულები არიან მათ ამ პროცესში, რომ ეს ბიზნესი იყოს წარმატებული. ამიტომ
ვფიქრობ, რომ ეს პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე მინდა ვისარგებლო თქვენი აქ ყოფნით და ვიკითხო იმ სხვა პროექტებზეც RDY-ის გარდა, რომელსაც Liberty ახორციელებს განსაკუთრებით განათლების მიმართულებით. კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აი მთელი დაახლოებით 3 წელია უკვე Liberty-ისთვის განათლება არის პრიორიტეტი. 2024 წელი რო შევაჯამოთ, დაახლოებით 35,000 ადამიანს მიუწვდით, ესე ვთქვათ, და კონკრეტული ცოდნა გავუზიარეთ და კიდევ ის მეამაყება, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან Liberty-ის თანამშრომლებიც და ეს არის, ესე ვთქვათ, ჩვენი პრობონო, ესე ვთქვათ, ინიციატივა და კიდევ მახსოვს, რომ შენი ძალიან საყვარელი პროექტი არის მთიელი წიგნები. კი ბატონო. ხო, რომელსაც აი ვაგრძელებთ დაუღალავად და კიდევ ერთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის, ეს არის ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც სულ ვითარდება, ლექციების გარდა არის თამაშები ძალიან საინტერესო სკოლებში დავდივართ და ვთამაშობთ და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გვექნება მომავალში და მოვალთ თქვენთან. გიგა, მე მგონია, რომ ჩანს პერსპექტივა ჩვენი საუბრის ბოლოსკენ პროექტის გაგრძელებისა, მით უმეტეს ეს შედეგებიდან გამომდინარე. მე ცოტას ვიცნობ პროექტს, რომელმაც 3 წლის განმავლობაში ერთის მხრივ დიზაინიდან გამომდინარე, რაც დასაწყისში იყო და საბოლოო შედეგები დადო ისეთი საბოლოო ჯამში შედეგი და თან გამოხატული დათვლადი ხელშესახები. არის თუ არა დასტური მონაწილეების მხრიდან Liberty-ის დასტური ფაქტიურად და ენთუზიაზმი თამარ ზაქარიძის მონაყოლიდან გამომდინარე არის, თუმცა Liberty არის უმნიშვნელოვანესი ერთი რგოლი იმ ჯაჭვში, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორებისა, ვინ ჩართული იყო. პერსპექტივა უჩანს პროექტს გაგრძელებისა? ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი გაგრძელდება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ დღეს ამ ახალგაზრდებს ნამდვილად სჭირდებათ მხარდაჭერა, ნამდვილად სჭირდებათ გვერდში დგომა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თუ პროექტი გაგრძელდება, ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ერთად